ამ კვირაში ერთი სამეგობრო 5 ადამიანს ერთდროულად დაემშვიდობა. 5-ვე საზარელ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ჯერ თვეც არ არის გასული, რაც გარდაბანში ერთდროულად 8 ბავშვი იგლოვეს. ავტოკატასტროფამ 17, 18 და 19 წლის ახალგაზრდები იმსხვერპლა. თუ არ გავა, ახალ-ახალი თავზარდამცემი ამბავი რომ არ გავიგოთ. როგორ დაარტყა მანქანამ ქვეიც, როგორ ამოტრიალდა მოტოციკლი და ასე შემდეგ. გვინდა გავერკვეთ რა არის გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი. რამდენად საგანგაშოა სტატისტიკა და არსებობს თუ არა მისი შემცირების შანსი. ჩვენი სტუმრები არიან დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე და ვასილ გურუშაძე, საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მართლაც საგანგაშოა სტატისტიკა, მართლაც რაც ბოლო პერიოდში აი ეს მით უმეტეს 2 ერთმანეთს მიყოლებული ავარია ეს იყო ძალიან ცუდი ნიშანი იმისა, რომ არ ვიცი, რაღაცა სტრატეგიული გეგმები იწერება ახლა 2025 წლამდე მოქმედებაში რაც იყო ისიც, თქვათ, ამოიწურა ბადა და ახლა 2026 წლის სამოქმედო სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს მთავრობა. და მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველდღე ხედავთ ამ ძალიან მძიმე სურათს დათო და მინდა გითხრა, რომ აი ბოლოის სტატისტიკური მონაცემიც 6000-მდე საგზაო შემთხვევაა დაფიქსირებული 2025 წლის მონაცემების მიხედვით და აქედან ფიქსირდება 469 გარდაცვლილი და 8191 დაშავებული. ევროპის საქართველოში წლიური სიკვდილიანობა მოსახლეობის რაოდენობაზე გაანგარიშებით სულ მცირე 2.5-ჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო წლეურ მაჩვენებელს. აი რა არის ამის მთავარი მიზეზები, რა შეგვიძლია ამის მიზეზად პირველ რიგში შედეგზე რომ გავიდეთ, ჩვენ ხვდებოდეთ რასთან გვაქვს საქმე. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. სტატისტიკა სამწუხაროა. ის სტატისტიკა, რომელიც თქვენ გააცანით მაყურებელს, სხვათა შორის კიდევ უფრო დამაიმედებლად ჟღერს, იმიტომ რომ სინამდვილე გაცილებით მძიმეა. სტატისტიკა არ არის ზუსტი და სრულყოფილი, ის რომელიც გვაქვს ჩვენ მონაცემებით, იმიტომ რომ რომთვე ჩვენ ხელმძღვანელობდით, როცა ვეძებდით თქვა ინფორმაციას. არა, კი, თქვენ სწორად ბრძანეთ, უბრალოდ მე მინდა ვთქვა დავამატო, რომ სტატისტიკა გაცილებით მძიმეა, იმიტომ რომ ყველა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის რეგისტრაცია ვერ ხერხდება, იმიტომ რომ ხშირად არ ხდება გამოძახება, თუ საპატრულო პოლიცია არ შეესრო და უშუალოდ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა შეიძლება მძღოლები ერთმანეთშიც მორიგდნენ. გარდა ამისა, მათ შორის ის, ვინც გადაყავთ საავადმყოფოში, შესაძლოა 2 დღეში კი გამოწერონ საავადმყოფოდან ან 3 დღეში, მაგრამ ვერ მოხდება ამ შემდეგ რეციდივი დაავადების ან ტრავმის განვითარდეს და დაიღუპოს. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი გარდაცვალების ეს მიზეზებიც უნდა უკავშირდებოდეს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებში დაღუპულებს. ძირითადად ჩვენ რეალობაში, ვისაც ადგილზე ნახულობენ, რომ დაიღუპა, ძირითადად ის შედის სტატისტიკაში. პლუს აქ არის მონაცემები, რომელიც საპატრულო პოლიციის მიერ არის დამუშავებული, მაგრამ საქართველოში არის არაერთი რეგიონი, სადაც საპატრულო პოლიციის არეალი არ არის მოქმედების და იქ არის კრიმინალური პოლიცია და ის სტატისტიკა კიდე სხვა სტატისტიკაა. ამიტომ ჩვენი გათვლით არის 4-ჯერ 5-ჯერ უფრო მეტი საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა. რა თქმა უნდა, მიზეზი არის, ესე ვთქვით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაში არ აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი, არის რამდენიმე მიზეზი, კომპლექსურია როგორც წესი. მიზეზებზეც რო ვთქვათ, ხო, ანუ სტატისტიკაში მიზეზები ვიცით, რამდენიმე კომპონენტია გამოყოფილი, არასწორი მანევრირება, მაგალითად სიჩქარის გადაჭარბება, სინამდვილეში გაცილებით ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, დეტალური ანალიზი რომ კეთდებოდეს, მაგრამ ერთ მთავარ დარღვევაზე გავაკეთებდი მაინც აქცენტს, იმიტომ რომ მთავარი დარღვევა, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების შეფასებითაც არის მკვლელი დარღვევა, ამ ტერმინებს იყენებენ, არა, ჩემი მოფიქრებული ტერმინი, ეს არის სიჩქარე და სიჩქარის გადაჭარბება. ჩვენ სიჩქარესთან მიმართებაში გვაქვს მრავალი პრობლემა. პირველი ის, რომ ოპტიმალური სიჩქარე არ არის საქართველოში დადგენილი, ის რაც უკვე საერთაშორისო გამოცდილებით არის საჭირო, მაგალითად განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებში, ცენტრალურ ქუჩებში 30 კილომეტრამდე შეიზღუდა საათში სიჩქარე, იმიტომ რომ ქვეითებთან შეჯახების შემთხვევაში ქვეითის გადარჩენის ალბათობა არის ძალიან დაბალი იყოს, ხო? კი, და გადარჩენის ალბათობა არის 80%-ზე უფრო მეტი და ჩვენთან ეს სიჩქარები ჯერ არ არის ოპტიმალურით დადგენილი. რაც არის დადგენილი, იმის გადაჭარბების შემთხვევაშიც ადმინისტრირება, ანუ კანონით აღსრულება არის სუსტი. აი ეგ არის ყველაზე დათო, როგორ ფიქრობთ თქვენ? აღსრულების მექანიზმების არარსებობა, ან თქვა სუსტი აღსრულება, ხომ არ შეიძლება იყოს აი ამ დაუსჯელობის სინდრომის შექმნის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც სიჩქარის გადაჭარბება შეგიძლიათ იყიდოთ.
ეს მარტივად რო ვთქვა. Როგორ? რომ დაარღვევთ, გადაიხდით ჯარიმას, იმავე წამსვე დაარღვევთ, გადაიხდით ჯარიმას. მე ისევ დაარღვევთ, ანუ თუ თქვენ ფინანსურად ამის შესაძლებლობა გაქვთ, შეგიძლია დარღვევა იყიდოთ. ანუ რეალურად იმოძრავოთ იმ სიჩქარით, რა სიჩქარითაც თქვენ გსურთ. თუ ამის ფინანსური შესაძლებლობა გაქვთ. ამიტომ ეს არის უკვე ჩანასახშივე პრობლემა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარი არ არის. ანუ ფინანსურად შეჭირვებული ადამიანი ეცდება, რომ არ დაარღვიოს, არ გადაიხადოს ჯარიმა. ფინანსურად ვისაც აქვს შესაძლებლობა, ესე ვთქვათ, თავისი საგზაო მოძრაობა მოიწყოს, ხო? აქ ჩვენ სულ ვამბობთ, აი ადრეც ვითხოვდით ყველანი ერთად მაშინ, რომ გულათა სისტემა ყოფილიყო მართვის მოწმობაზე, ხო? ეს დაინერგა, მაგრამ ნაწილობრივ, ანუ ეს დაწყებული რეფორმა არის გაჩერებული, იმიტომ რომ ქულათა სისტემით უნდა აღსრულდეს და გათანაბრდეს ყველა კანონის წინაშე. ამ ქულების ნაკლებიც ყველას ეშინია. მოქალაქეებსაც რო აუხსნათ, ქულათა სისტემა თქვათ რა შეცვლიდა, ანუ ქულები როგორც კი გაუთავდება ადამიანს, მას აღარ აქვს უფლება რომ მართოს მანქანა. ქულათა სისტემა შეცვლიდა იმას, რომ ჩვენ ყველანი საგზაო მოძრაობის მონაწილეები კანონთან ვიქნებოდით გათანაბრებულები მიუხედავად იმისა, ვის რა შემოსავალი გვაქვს. და ჯარიმა გაზრდაზე და შემცირებაზე კი არ გვექნებოდა მსჯელობა, რომელი აჯობებს. არამედ იმაზე, რომ პირს მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ქულათა სისტემით მოეთხოვებოდა პასუხი, რაც ნიშნავს იმას, რომ დააკლდება ქულები მართვის მოწმობიდან დარღვევის შემთხვევაში, ეს დარღვევები უნდა იყოს მიბმული კამერებზე, დღეს კამერებზე არ არის დარღვევა მიბმული და იმ არგუმენტაციით, რომ კამერა ვერ ახერხებს აღქმას ვინ მართავს საჭეს, თუმცა ეს პრობლემები აღარ არსებობს, თანამედროვე ტექნოლოგიებით ყველაფერი არის შესაძლებელი, კამერითაც აღქმადია ყველაფერი, ნებისმიერ ამის დადგენა შეიძლება, ამიტომ ქულათა სისტემა არის ის, რომ დარღვევის შემთხვევაში ქულა აკლდება, განულების შემთხვევაში მართვის მოწმობა ერთმევა ადამიანს და ეს ისეთივე პრობლემურია ადამიანისთვის, ვისაც შემოსავალი აქვს, როგორც ვისაც შემოსავალი არ აქვს. ხო, ამიტომ კანონის წინაშე გათანაბრდებოდნენ მძღოლები. ეს არის თავი. იმიტომ რომ დღეს, როდესაც თქვათ, რუსთაველზე რამდენმა ადამიანმა გაიარა, ვის ადიდგა ტროტუარზე, ეს თუ ესეთი ადვილად თქვათ, ამოსაცნობი ინფორმაცია, რატომ შეიძლება ძალიან მაღალი სისწრაფით მიმავალი მანქანა იყოს ამოუცნობი და ან რაღაცა პრობლემა შეიქმნას. ხო, ეგ არის პრობლემა, რომ დღეს ვერ ხერხდება იმ მძღოლების დაცვაც, მათ შორის, ვინც სულ კანონს იცავს, პატიოსნად მოძრაობს, არაფერს არ არღვევს და ამ დროს შეიძლება ის ხვერპლი გახდეს, ხო? ვასილ, აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ ერთი რამ, 2025 წლამდე რაც იყო სტრატეგიული გეგმა მიღებული, მას ვადა გაუვიდა და 2026 წლის სამუშაოები მიმდინარეობს. ახლა თუ ხართ პროფესიონალები ჩართულები ამ, ვთქვათ, ზუსტად აი ამ ჯარიმების, კანონების შემუშავების პროცესში, თუ გეკითხებიან პროფესიონალებს, აი თქვენ აზრს იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება ამ ახალ სტრატეგიაში ჩაიწეროს, ის რამაც ვერ იმუშავა, იმიტომ რომ მქონდა ასეთი მოცემულობა, რომ 25%-ით უნდა შემცირებულიყო შემთხვევების რაოდენობა იმ სტრატეგიით, მაგრამ პირიქით გაიზარდა. დიახ, სამწუხარო რეალობა და ეს არის საკითხი, რომელიც მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა და მიუხედავად აი პოლიტიკური დღისწესრიგისა, მაინც არის ყველასთვის თანაბრად პრობლემა და მეტად საყურადღებო საკითხია, იმიტომ რომ არავინ არ არის დაცული და არავინ არ არის ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იმით, რომ მასაც არ შეეხება ის უბედურება, რაც ხდება საქართველოს საავტომობილო გზებზე. ყოველგვარი პოლიტიკური მიკროფონი. ამიტომ მაგრამ პოლიტიკას გვერდს ვერ აუვლით, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკის ნაწილი და ხელისუფლებას განსაკუთრებული როლი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე. ჩვენ ჯერ კიდევ 2013-14 წლებში არასამთავრობო სექტორის ფარგლებში აქტიურად თანაშრომლობდით ხელისუფლებასთან. კი, მეც მახსოვს, არაერთხელ გვიმუშავე ამ თემაზე. ბევრი მსჯელობა ყოფილა, ბევრი ასე ვთქვათ შეუთანხმებელი საკითხები, ბევრი კამათი, დებატები, რაც საბოლოო ჯამში იყო ძალიან კარგი, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტულ შედეგებზე მაშინ გავედი და ხელისუფლებამ რაღაც ნაბიჯები გადადგა, ეს იყო ქულათა სისტემის შემოღება, ეს იყო უკონტაქტო პატრული, ჭკვიანი ვიდეო კამერები, მაგრამ ამას ჰქონდა ძალიან მცირედი ეფექტი, შეიძლება 6 თვეც კი არ გაგრძელდა ეს ეფექტი, იმიტომ რომ უკვე ამას თუ განგზობადი ხასიათი არ აქვს და ეს თუ რაღაც დიდი სტრატეგიის ნაწილი არ არის და არ არის კომპლექსური ღონისძიებები, ეს ერთჯერადი ინიციატივები საბოლოო ჯამში შედეგზე არ გადის. რა არის ეს კომპლექსური სხვა ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაგვიყვანოს? უამრავი საკითხი არის, პრობლემებზე ვისაუბრებ და მე თუ დრო მექნება გადაჭრის გზებზე სათო დავიტოვოთ. ჩვენი ხედვები რაც არის, შეიძლება არ იყოს
ვიღაცისთვის მისაღები, მაგრამ ეს არის, თავარი არის მადლობა თქვენ რომ ამ საკითხს დროს უთმობთ და ამაზე დისკუსია იმართება. მნიშვნელოვანია რომ დისკუსია ფართო იყოს და მონაწილეობდეს მათ შორის ხელისუფლება და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღები პირები. მე არ მაქვს საუბარი პოლიტიკურ ხელისუფლებაზე. არიან ბევრი ადამიანები სხვადასხვა სამინისტროებში, საჯარო მოხელეები, საჯარო სამსახურებში, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები და შეიძლება გარკვეულ დონეზე კონდეთ კიდევაც ინტერესი რომ საკითხის ასე ვთქვათ მოგვარება წარმოადგენდეს მათთვის პრიორიტეტს, მაგრამ იმდენად გაშლილი არის ეს პრობლემა და იმდენად დეზორიენტირებულია სხვადასხვა სამინისტროებში, სხვადასხვა უწყებებში, რომ არ ხერხდება ასე ვთქვათ მკაფიო პოლიტიკის გატარება, რომ პრევენციული ღონისძიება იყოს გატარებული. არის ზუსტად ეგ, რა უწყებები უნდა იყვნენ კოორდინაციაში, რომ ეს პრობლემები რაც შეიძლება შემცირდეს და ადამიანების უსაფრთხოება იყოს მეტად გარანტირებული. რა უწყებები უნდა იყვნენ კოორდინაციაში? პირველ რიგში ტრანსპორტის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი უწყება, რომელიც დღესდღეობით არის ეკონომიკის სამინისტრო, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობებს, იქ არსებობს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი, ყავს მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარი ოსელიანი, სხვათა შორის, რომელიც სხვადასხვა უწყებებში მუშაობის დროს საკმაოდ ეფექტიანი იყო, მაგრამ თუ არ გატარდა ინსტიტუციური რეფორმა პირველ ეტაპზე, ამ პრობლემის მოგვარება არის შეუძლებელი, იმიტომ რომ თავარი პრობლემის სათავე იწყება შინაგან საქმეთა სამინისტროში და დავიწყოთ მაშინ ამ პრობლემების ჩაშლა. პირველი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ გადაუჭრით რაიმე საკითხს, თუ არ ვიცით ამ პრობლემის გამოწვევის მიზეზი რა არის სინამდვილეში. ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, შეგვიძლია საერთაშორისო ექსპერტების და საერთაშორისო კვლევების ესე ვთქვათ დასკვნები რომ გამოვიყენოთ და მე დავიცვეთ ახმები რომ სიჩქარის გადაჭარბება და არის რაღაც კომპონენტები რომლებიც ანუ ვერც ვერაული რომ არის ძირითადი პრობლემა, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში რა არის გამომწვევი მიზეზი ავტოსაგზაოს შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით. Pentru შინაგან საქმეთა სამინისტრო, საპატრულო პოლიცია, არა იმიტომ რომ ისინი უბრალოდ ამით არ არიან დაინტერესებულები და გულგრილები არიან, რიგ შემთხვევებში შეიძლება ვიღაც იყოს გულგრილი, შეიძლება ვიღაცაც გული შესკევოს, ანუ ინსტიტუციურად ისინი არიან უბრალოდ აღმწერელები ავტოსაგზაოს შემთხვევებში. აი ავტოსაგზაოს შემთხვევა მოხდა და მინდაოს აღწერა. მოხდა ავტოსაგზაოს შემთხვევა. თუ მძღოლინასო მდგომარეობაში იყო, უპირობოდ ან არაფერი აღარ გრძელდება და იწერება, რომ გამომწვევი მიზეზი იყო ის, რომ მძღოლინასო მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, თუ არის სიჩქარის გადაჭარბება თუ ფიქსირდება, აუცილებლად სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვია, რაღაც არასწორი მანევრი არის ერთი კომპონენტი, რაც ოფიციალურად სტატისტიკაში არის და დანარჩენი დაუდგენელი მიზეზი. მაგრამ სიღრმისეულად იმ სიჩქარის გადაჭარბების უკან რა დგას? ხო, რატომ და აი თქვენ დასვით ხო ეს შეკითხვა რატო აძლევენ ადამიანებს თავს უფლებას რომ გადაჭარბებული სიჩქარით იმოძრავონ ამის კვლევა და ამის თქვა სიღრმისეული გამოძიება არ მიმდინარეობს ნასვამ მდგომარეობაში წარმოუდგენელია თორემ თუ ნასვამ მდგომარეობაში როცა მართავენ ადამიანები ავტომობილს ამის გამომწვევი მიზეზი რა არის საერთოდ არ ფიგურირებს ავტომობილის ტექნიკური გაუმართავობა შეიძლება ესეც იყოს არ ფიგურირებს ინფრასტრუქტურის გაუმართავობა და უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება უშუალოდ გამომწვევი მიზეზი არ იყოს ინფრასტრუქტურის გაუმართავობა, მაგრამ ინფრასტრუქტურის გაუმართავობა იყოს მაპროვოცირებელი მიზეზი. ანუ ესე ვთქვათ, მომატებული რისკის და მომატებული საფრთხის მქონე ინფრასტრუქტურა. ამიტომ პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს ინსტიტუციური რეფორმის შემდეგ, უნდა დაიწყოს თითოეული ავტოსაგზაოს შემთხვევის ღრმა შესწავლა, რომ ანალოგიური აღარ განმეორდეს და მე ხშირად პარალელს ვავლებ ხოლმე ავიაციასთან, რადგან მე კომპლექსურად ვიკვლევ ტრანსპორტის სექტორს, ავიაცია არის ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი. კი ბატონო. დღეს დედამიწაზე. და ერთადერთი რამ, რაც განაპირობებს მის უსაფრთხოებას, არის მაღალი პასუხისმგებლობა. რადგან თავისთავად საჰაერო ტრანსპორტი არის მომატებული საფრთხის მქონე, თავიდანვე გაჩნდა, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი, რომ მომატებული იყოს პასუხისმგებლობაც. ამიტომ წლების განმავლობაში თითოეული ავიაკატასტროფა ხდებოდა მაგალითი, რომ მსგავსი მიზეზით აღარ განმეორებულიყო. იმდენად სიღრმისეულად იკვლევდნენ, იმდენად ჯვარედინი უწყებები ერთმანეთის საპირისპირო ესე ვთქვათ ოპონირებას უწევდნენ, რომ აი ფრინავის ბრალი იყო, ავიაკომპანიის ბრალი იყო, ინფრასტრუქტურის ბრალი იყო, ნავიგაციის ბრალი იყო და საბოლოო ჯამში რომ იდებოდა დასკვნა, ეს დასკვნა ხდებოდა სახელმძღვანელო მთლიანად ავიაციის ინდუსტრიისთვის და გაჩერებულა წარმოებები თვითმფრინავების და უამრავი მილიარდიანი ზარალი მიუღია სხვადასხვა
კომპანიებს, მათ შორის ავიაკომპანიებს, მაგრამ ამანის შედეგი მოგვიტანა, რომ დღეს ავიაცია არის ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი, თუ შენ აღასრულებ იმ სტანდარტებს და იმ მოთხოვნებს, რაც არის ავიაციის უსაფრთხოების სექტორში. ამიტომ ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია ეს მოდელი ავიღოთ და გადმოვიტანოთ საავტომობილო ტრანსპორტში, მესმის აქ განსხვავებული მდგომარეობა არის, ანუ ფიზიკურ პირებთან გვაქვს საქმე და არა ერთ კონკრეტულ კომპანიებთან, როგორც ავიაციაში არის, მაგრამ აქაც შეგვიძლია დავიწყოთ იმით, რომ უბრალოდ დავადგინოთ რა არის პრობლემა? თუ არის ადამიანების მენტალური პრობლემა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ქონდეს რაღაც მენტალური პრობლემა, არა იმიტომ რომ ის მას საკუთარი თავი არ უყვარს, ან საკუთარი ოჯახის წევრები არ უყვარს, უბრალოდ არაინფორმირებულობის გამო, არასათანადო განათლების გამო, უბრალოდ თავს აძლევს უფლებას იმის, რომ გადაჭარბებული სიჩქარით იმოძრაოს დასახლებულ თქვათ პუნქტებში ან ქალაქში, ან თავს აძლევს იმის უფლებას, რომ ნასვამ მდგომარეობაში მართოს ავტომობილი და ამის საპრევენციოდ ხელისუფლება წლების განმავლობაში რას აკეთებს, ხო? მარტო ჯარიმების ზრდა. თუმცა ჯარიმების მოხსნაზეც კი დადგა საკითხი, ახლა ზუსტად 2 დღის წინ დაანონსდა, რომ შეიძლება ჯარიმებიც მოიხსნას 2000 ან უბრალოდ დაიწიოს. ხელისუფლება შევიდა ჩიხში. ანუ აი ეს ჯარიმების ზრდა მათთვის გახდა ერთგვარი ანუ შემოსავლის წყარო. იმიტომ რომ ჯარიმების ზრდიდნენ და კამერებს ასე ვთქვათ აყენებდნენ, რაც უფრო მეტი კამერა ყენდებოდა, მეტი ჯარიმა შედიოდა და ეს გარკვეული კომფორტი შეუქმნა ხელისუფლებას, რომ ასე ვთქვათ ძალიან მარტივი შემოსავლის საბიუჯეტო შემოსავლის წყაროა. მეტიც საერთოდ ეს დანაშაულებრივი არის და ამას ჩემი საერთოდ გამოძიება ჭირდება, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა პირდაპირ დაიწყეს ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ხაფანგების შექმნა, ანუ აი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, იმიტომ რომ თუ ადგილობრივ შიდა ესე ვთქვათ შიდა მუნიციპალურ გზებზე განთავსებული ვიდეოკამერა გამოუწევს ჯარიმას კონკრეტულ ავტომობილს და მის მსგავს, გარკვეული წილი ხდება ადგილობრივ ბიუჯეტში და ეს არა იმ მიზნით ხდებოდა, ხა წარმოვიდგინეთ, რომ აი, რავი, ზუგდიდის ან ნებისმიერი სხვა ხო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, აი პირობითად საკრებულოში ან სადმე წდებოდა, სად უნდა დაეყენებინათ ვიდეოკამერა, რომელსაც საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან და მხოლოდ მოტივი ის იყო, რომ აი სად შეიძლება მეტი ჯარიმა გამოიწეროს. ანუ ეს არის პოლიტიკური დამოკიდებულება არის ამის ფუნდამენტი, რაც პირველ რიგში უნდა მოგვარდეს. გასაგებია, სავალდებულო სიღრმისეული მოკვლევა, რომელიც თქვენ თქვით სხვათა შორის, აი ლიეტოვის მაგალითად, როცა გავდიოდით და პროდიუსერთან ერთად ამას სწავლობდით პირდაპირ აი ამ მათ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც ზუსტად იმიტომ შეადგინეს, რომ 90-იან წლებში ლიეტოვაში და ზოგადად პრიბალტიკის ქვეყნებში იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა ამ მიმართულებით. და სავალდებულო სიღრმისეული კვლევა გულისხმობდა ბრძოლის ბრალეულობას, გზის გეომეტრიას, განათებას და ტექნიკურ გამართულობას, რათა გამორიცხული ყოფილიყო ინფრასტრუქტურული ხარბაზები. კიდევ რა არის, რაც აუცილებლად უნდა დაედოს საფუძვლად სტრატეგიულ გეგმას, სამოქმედო გეგმას. მე მიყვარს ლიეტოვის მაგალითი ძალიან, იმიტომ რომ ლიეტოვამ აჩვენა საუკეთესო შედეგი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების კლების და დაღუპულების კლების. 50% თუ არ ვცდები. ყველაზე სწრაფი, ასე ვთქვათ, შედეგი და ეს განაპირობა იმით, რომ ინსტიტუციური გადაწყვეტა იყო სწორი, შეიქმნა საგზაო უსაფრთხოებას პასუხისმგებელი სტრუქტურა, თუმცა მანამდე საგზაო შემთხვევები და დაღუპულების და დაშავებულების ეს მთლიანი თემა გახდა პრიორიტეტული, ანუ ოფიციალურად გამოცხადა, რომ ეს არის ტრაგედია ლიეტოვისთვის, რომ ჯანმრთელი ადამიანი, აი ამდენი 800, 1000 900 და 1000 ადამიანი წლის განმავლობაში იღუპებოდეს ესეთ პატარა ქვეყნისთვის, ხო? ძალიან ჩვენთვისაც. ჩვენც პრაქტიკულად ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს. იქ უბრალოდ ამის აღიარება მოხდა როგორც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის და ამას მოყვა შემდეგ ის დადებით შედეგები და აი მინდა რომ არ გამომჩეს ავტომობილი, ანუ რა მიმართულებებია საგზაო უსაფრთხოებისთვის, ხო? ერთი არის ავტომობილი და მისი ტექნიკური მდგომარეობა, მეორე არის ინფრასტრუქტურა, ძღოლი, ხო? და ის მართვის მოწყობა და მისი ასე ვთქვათ, უნარჩვევები, საჭის მართვის კანონმდებლობა როგორია, პასუხობს თუ არა გამოწვევებს, განათლება და ცნობიერება აუცილებლად და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ხშირად როცა საუბრობთ, ხოლმე არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას, ეს არის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. სხვათა შორის ჩვენ გქონდა ერთობლივად ამ თემაზე სამუშაო ჩატარებული წლების წინ, რომ გადაუდებელი, ანუ ჯანდაცვის სპეციალურად გადამზადებული ამ სერიოზულად არის შესატანი აქ, ხო? ადამიანები
იღებენ თუ არა საგზაო შემთხვევის დროს გადაუდებელ სამინისტრო დახმარებას დროულად. ხდება თუ არა შეტყობინების მისვლა შესაბამის სტრუქტურებში დროულად. ეს უნდა ხდებოდეს ავტომატიზირებულ რეჟიმში. ადამიანს არც უნდა ჭირდებოდეს ტელეფონის აღება და დარეკვა. შეტყობინებების დაგზავნა ისე უნდა ხდებოდეს. არის ამის საშუალებები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ყველაფერი ეს ლიტვამ გაითვალისწინა და დღეს ჩვენ გვაქვს უკვე წარმატებული მოდელი არა მხოლოდ ლიტვის საკითხ, არამედ ევროპისთვის თავარი პრიორიტეტი, ეს არის Vision Zero, ანუ ნულოვანი მაჩვენებელი დაღუპულების თავიდან ეს რო გავიგეთ შვედების ინიციატივაა, მაგრამ ატაცებულია და ეს ევროკავშირის მიერ და უკვე პროგრამა არის შესაბამისი, რომელიც გულისხმობს, რომ 2030 წელს უნდა განახევდეს საერთოდ მთლიანად ევროპაში დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების რაოდენობა იზრდება და მზარდია, მიუხედავად ამისა, ეს ტენდენცია არის უკვე ევროპულ ქალაქებში და ჩვენ გვაქვს ევროპული ქალაქები, სადაც არც ერთ დაღუპული არ არის, უკვე არსებობს ასეთი. რამდენად არის შესაძლებელი, რომ პირდაპირ აი ამ ვთქვათ სამ მაგალითით ვისარგებლოთ და წავყვეთ ამას. აბსოლუტურად ჩვენი პრობლემა დღევანდელი არის ის, რომ სწორად დაწყებული იყო რეფორმები, მაგალითად იგივე მართვის ქულებზე, ქულათა სისტემის დანერგვაზე, სწორად დაწყებული რეფორმა იგივე ჭკვიან კამერებზე, ტექინსპექტირება, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებული, ანუ ინიციატივები სწორია, სწორად არის დაწყებული, მაგრამ დღეს რა სტადიაშია ხო ეს ინიციატივები, იმიტომ რომ თუ რეფორმა არ მიდის ბოლომდე და მას ტალღები აქვს ხო ერთი ტალღა მეორე ტალღა თუ ეს არ მიდის შემდეგ ის იჭედება უბრალოდ და ის სტატისტიკა გვაქვს რომელიც გვაქვს ხო გაიჭედა აი დღეს რა სად ვართ ჩვენ ამიტომ პროგრამა აი ეს Vision Zero რასაც ვამბობდით შეიძლება ცალკე არსებობდეს საერთოდ პროგრამა რომელსაც ყველა გავყვებით არსებობს სტრატეგია სამთავრობო გეგმა აი თქვენ ბრძანეთ ხო საგზაო უსაფრთხოების კი ბატონო საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტიც არსებობს ვითხოვდით ჩვენ ესეთი სტრუქტურის შექმნას და შეიქმნა მაგრამ საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტს უნდა ქონდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმისთვის რომ მან ელემენტარულად კვლევების ჩატარება შეძლოს პრევენციული ღონისძიებების დაგეგმა შეძლოს ხო ეხლა ჩვენ მეორე მოთხოვნაც ეს არის ეხლა რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც გამოუყვან ამ სამსახურს ახან შეიქმნა ხო რომ კვლევა ჩატარდეს ექსპერტების დაქირავება შეძლონ ელემენტარულად შავი წერტილების აღმოფხრა შეძლონ რომელიც არის ქვეყნის მასშტაბით არაერთი და ეს ის ადგილებია სადაც ბევრი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა ხდება აი ეს Vision Zero-ს პროგრამა ნულოვანი მაჩვენობის პროგრამის დანერგვა შეგვიძლია აქ არაფერი საოცრება არ წერია იმ იმაში და პირველი რა წერია რომ ყოველთვის მძღოლი არ არის დამნაშავე ანუ მძღოლმა შეიძლება უნებლიედაც დაუშვას შეცდომა თავი რო დავანებოთ ურჩმძღოლებს ხო აი ჩვენ ვიხსენებთ ხოლმე დარღვევებში ურჩმძღოლებს მაგრამ გავიწყდება რომ უნებლიედაც ხდება ადამიანია ვინც საჭეს მართავს შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს შეიძლება რაღაც გარემო ფაქტორმა იმოქმედოს რომ შეცდომა დაუშვას არც ერთი ასეთი შეცდომა არ უნდა გახდეს სიკვდილიანობის მიზეზი გზებზე აი ეს არის Vision Zero-ს თავარი ანუ ნულოვანი მაჩვენებლის თავარი პრინციპი რომ ინფრასტრუქტურა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ ადამიანის დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით არ უნდა მოხდეს ისეთი საგზაო შემთხვევა, სადაც ადამიანები დაიღუპებიან. ეს არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ახლა მსოფლიოში, ყველა ამაზე მუშაობს, ყველა ცდილობს, რომ ადამიანის გავლენა საგზაო მოძრაობაზე შემცირდეს და ეს ადგილი მაქსიმალურად დაიკავოს ტექნოლოგიებმა. მათ შორის ცდილობენ ავტომწარმოებლები და ინდუსტრიები, ახლა თანამედროვე ავტომობილებს, ხო? არაერთი პროგრამა აქვს, რითაც უსაფრთხოება კონტროლდება ელემენტარულად ყველა რომ მიხვდეს ისე რომ თქვა გზაზე რომ გადაირბინოს ავტომობილი ამუხრუჭებს ზოლის გადაკვეთას ვერ ახერხებს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობას ადამიანის როლი მცირდება საგზაო უსაფრთხოებაზე და ინფრასტრუქტურის როლი იზრდება და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი, რაც მოსაოდნელი იყო, იმიტომ რომ ერთი მხრივ თუ ვითარდება ისეთი ავტომობილები, რომლებიც თანამედროვე ავტომობილი არ ნიშნავს თავიდან ბოლომდე უსაფრთხოს იმ მხრივ, რომ შეიძლება 280 კმ/სთ სიჩქარე განავიჩინოს. გაცილებით დაცული ხარ ასეთ მაგალითად. მაგრამ ხო, აი ტექნოლოგიები აზღვევს უკვე ამას. თუმცა ეს ძვირი სიამოვნებაც არის და სხვათა შორის ავტოიმპორტიორებმა განაცხადეს გუშინ სწორედ რომ მათ შეიტანეს მოთხოვნა სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობის პროცესში რომ განახერხდეს ჯარიმები ან ზოგიერთი ჯარიმა საერთოდ მოიხსნას. აი თქვენ როგორ უყურებთ ამ საჯარიმო სისტემას? ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი თუ ჩვენ შეგვიძლია კომპლექსურად განვიხილოთ რაღაც აუცილებლად ისეთი დეტალები შესაძლოა მაგაში არის აი ახლა მარტივად გაიგეს მაყურებელი თუ რამდენად უპასუხისმგებლო პოლიტიკასთან გვაქვს საქმე. ჩვენ არაერთხელ ვამბობდით და ვითხოვდით რომ ვიდეო სათვალთვალო კამერებით
გამოწერილი ჯარიმები ასევე მოქმედებდეს ქულათა სისტემის პრინციპზე, ანუ ახდენდეს გავლენას. ანუ ადამიანს, რომელსაც ჯარიმა ეწერება ვიდეო კამერის მეშვეობით, აკალდებოდეს ქულა. და ეს სიჩქარის გადაჭარბება იყოს მთავარი საკითხი. იმიტომ რომ არის ქულა თქვა, აკალდებოდეს ადამიანს. ასევე არსებობს სიჩქარის გადაჭარბების კონტროლიც. და შეიძლება იყოს რამოდენიმე გრადაცია. ანუ 10 კილომეტრით გადაჭარბება, 20 კილომეტრით გადაჭარბება, 30 კილომეტრით გადაჭარბება, ხო? რაც უფრო დიდია სიჩქარე, მით უფრო დიდია შანსი ავტოსაგზაო შემთხვევის, ასე ვთქვათ, პროვოცირების და შემდეგ ნეგატიური შედეგების, ასე ვთქვათ, მიღების. ამიტომ ხო, აი არ დაგავიწყდეთ რა უნდა თქვა. მე მოგეთათ დამართია საჭეს არ ესეთი რაღაცა, რომ ისეთი სისწრაფით ჩაულია ჩემთვის მანქანას, რომ აი უცებ დამიკარგავს კოორდინაციის უნარი, იმიტომ რომ ეს ძალიან რთულია, ძალიან. რატო ხდება ეს? ანუ იმიტომ რომ როგორც დავითმა აღნიშნა, ანუ ადამიანებს შეიძლება აქვთ იმის ფუფუნება, რომ ჯარიმა თუ გადაიხადონ, ან იმ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც ესეთ ხასიათზე გაიღვიძა, რომ დღეს თუ დამაჯარიმებენ, გადავიხდი. მაგრამ ეს ჯარიმა არის, ანუ აღქმაში ადამიანის დაძღოლის ეს არის ჯარიმა, ფინანსური სანქცია. მაგრამ როგორც კი ეს ფინანსური სანქცია ჩანაცვლდება უკვე იმ სანქციებით, რომელიც შეიძლება მათი მართვის მოწმობის ჩამორთმევასთან იყოს დაკავშირებული, უკვე ადამიანები იმაზე არ იფიქრებენ მხოლოდ იმაზე, რომ ეს არის ჯარიმა. ეს არის უკვე სანქცია, რომელიც უკავშირდება მათი მართვის, პირველ ეტაპზე მართვის მოწმობის ჩამორთმევას. ამიტომ რა მოხდება? შემცირდება ჯარიმების რაოდენობა. ამით რა მოხდება? შემცირდება საბიუჯეტო შემოსავალი. აი ამიტომაც აი ამ კონკრეტულ დამოკიდებულებაში ჩანს თუ რამდენად უპასუხისმგებლოა ხელისუფლება. და ეხლა რო ნახეს, რომ აი ჯარიმები გახადეს, ანუ აი წარმოიდგინეთ ეხლა თბილისიდან ბათუმამდე რო გადაადგილდებოდა ადამიანი, აი 4-5 ჯარიმა შეიძლება გზის განმავლობაში მიეღო. და ეს იყო როგორ, ანუ იქ არ საერთოდ ისეთ ადგილებში, სადაც არანაირი კავშირი არ აქვს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან. აი რაღაც კონკრეტულ მონაკვეთებში, აი ავტობანსა და ავტობანს შორის, რაღაც სადაც 40 კილომეტრის სიჩქარის ასე ვთქვათ, შემზღუდავი არის და ანუ აი მე უწოდებ ანუ რაღაცა ტერმინით ხაფანგები, სადაც ანუ აი მძღოლს მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ აი პროვოცირებას უწყობენ, რომ სიჩქარის გადაჭარბება დაფიქსირდეს. ანუ პრიორიტეტი არის ეს. თუ შეს პრიორიტეტი ნახ ჯარიმების განახევრებას დეც მივალ და ჩვენ ამ საკითხზეც მუშაობ და პირველ რიგში ის ჯარიმები უნდა გაანახევრონ, რომელიც საერთოდ არანაირ კავშირში არ არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, მაგალითად პარკირების ჯარიმები თბილისში დღის განმავლობაში 1100-დან 1200-მდე ადამიანს უწერენ პარკირებაზე ჯარიმას, 50 ლარიან ჯარიმებს და ეხლა დაიწყეს რეგიონებში 10 ლარი იყო სხვადასხვა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში და ეხლა იქაც 50 ლარი გახადეს და ესეც აი შემოსავლის წყაროდ აქცევს. ამიტომ თუ განახევრებაზე მიდის საუბარი პირველ რიგში განახევრდეს უნდა პარკირების ჯარიმები და ის ჯარიმები, რომელიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან და პირდაპირ გავლენას არ ახდენს ადამიანების სიცოცხლეზე და მათ ჯანმრთელობაზე, ხოლო რაც შეეხება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, სიჩქარის გადაჭარბება, მოხდეს გრადაცია სიჩქარის გადაჭარბების და არა მხოლოდ ფინანსური სანქცია, არამედ მიუხედავად იმისა, ეს იქნება ვიდეო კამერის მიერ გამოწერილი ჯარიმა თუ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოწერილი ჯარიმა პირდაპირ ითვალისწინებს მართვის მოწმობის ჩამორთმევას. შემცირდება ჯარიმების რაოდენობას, კი დაკარგავს საბიუჯეტო შემოსავალს ხელისუფლება, მაგრამ შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაც, თუ ვიმსჯელებთ ისიც, მე უკვე აღნიშნავ, რომ ესეც არის ზედაპირული მსჯელობა, თუ ვიმსჯელებთ იმ გამოცდილებით, რა გამოცდილებაც არის ევროპულ ქვეყნებში და სტრატეგიაზე, როცა ვლაპარაკობთ, ანუ აი ძალიან დეპარტამენტებს ქმნიან, თან რაღაც შტატებს და ანუ 21 საუკუნეში, აი დღეს ერთ ადამიანს არ აქვს მნიშვნელობა თუ რა განათლების არის და რა გამოცდილება აქვს ცხოვრებაში. ვისაც უბრალოდ ხელოვნური ინტელექტის მართვა და ესე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტთან მუშაობა შეუძლია, ძალიან მარტივად აღარ ჩამოვთვლი ხა იმ ხელოვნური ინტელექტების იმ პლატფორმებს, რომელიც არის ხელმისაწვდომი, მინიმალური ხარჯით, აი რაღაც მიზერული გადასახადით შეუძლია, აი როგორც აღნიშნა დავითმა, იქნება ეს ბალტიის ქვეყნები თუ იქნება ეს ევროკავშირის ქვეყნები, ყველა სოფლიო
სინამდვილეში წამყვანი სახელმწიფოების საუკეთესო დოკუმენტები უბრალოდ ხელოვნურ ინტელექტს აუტვირთონ და ზუსტად მაქსიმუმ 9 საათში დაიდება საუკეთესო სტრატეგია და საუკეთესო გეგმა, რომელსაც უბრალოდ ჭირდება აღსრულება და ჭირდება დამოკიდებულების შეცვლა. პოლიტიკის დონეზე ხელისუფლება უნდა შეწყვეტა აღიაროს და აი თუ პრიორიტეტი არის და უნდა იყოს ხომ კრიმინალთან ბრძოლა. ხო? და ანუ ხელისუფლება ამხელა ესე ვთქვათ ინსტიტუციას ხო შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიცია რაღაცა ცენტრალური კრიმინალური პოლიცია მუშაობს იმაზე რომ კრიმინალი არ იყოს და ცხადია ეს ესე უნდა იყოს და მაგრამ თუ ავიღებთ სტატისტიკურ მაჩვენებლებს დაახლოებით 150-დან 200-მდე ადამიანი სიცოცხლე ესე ვთქვათ ეწირება კრიმინალურ დანაშაულს. ორჯერ და სამჯერ უფრო მეტი ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. ხელისუფლება თუ ზრუნავს ადამიანების სიცოცხლეს და მათ ჯანმრთელობას და ეს არის პრიორიტეტი. თუ ამხელა რესურსი არის მიმართული კრიმინალთან ბრძოლის ნაწილში, რატომ არის ესე უყურადღებოდ და უპასუხისგებლოდ მიტოვებული ის საკითხი, რომელიც არის პირდაპირ დაკავშირებული ადამიანების სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასთან, დაცულობასთან, უსაფრთხოებასთან და თან სამჯერ მეტი სტატისტიკური მაჩვენებელი გვაქვს ნეგატიური და ერთი წინადადების სტატისტიკაც მინდა აღვნიშნოთ ჩვენ ძალიან სწრაფად იმიტომ რომ სულ რაღაც ჩვენ აი როცა ვსაუბრობთ იმაზე რომ მეტნაკლებად და ესე ვთქვათ არაცვალებადი დინამიკა არის ხო აი 500-მდე ადამიანი იღუპება ყოველწლიურად და ბევრს ხშირად არგუმენტები არის რომ აი ჩვენ ბევრს ვაკეთებთ მაგრამ არც იზრდება და არც იზრდება ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი იმიტომ რომ ყოველწლიურად ავტომწარმოებლები როგორც დათომ აღნიშნა აუმჯობესებენ თითოეული ავტომობილის უსაფრთხოების პარამეტრებს ანუ ხელისუფლება რომ არაფერს არ აკეთებდეს აი ხელისუფლება საერთოდ არაფერს არ აკეთებდეს ავტომატურად უნდა მცირდებოდეს სიკვდილიანობა იმიტომ რომ უსაფრთხოების ბალიშები უსაფრთხოების სისტემები ანუ ავტომობილები თავად უკვე ისეთი უსაფრთხოების პარამეტრების მაჩვენებლებით არიან აღჭურვილები რომ უნდა მცირდებოდეს და რადგან ეს სტატისტიკა არ მცირდება და რიგ შემთხვევაში მზარდია წარმოგიდგენთ რა კატასტროფული დაღმასვლა არის ამ მიმართულებით ქვეყანაში რომ არ ვიცი რა შედეგებია შეიძლება მიგვიყვანოს ამიტომ ეს პასუხისგებლობა უნდა ისიც რაც უკვე ასე თქვა ისიც რაც თქვა შენ თქვიდათ ხო უკვე იმდენი მაგალითი არსებობს საუკეთესო პრაქტიკების მართლა რომ თუმცა ძალიან მინდა მაინც ძღოლებსაც მიმართოთ გამოვიყენოთ ეს შანსი იმიტომ რომ ყველას არ აქვს საშუალება რომ იცით მანქანაზე იჯდეს რომ სრულიად დაცულად გრძნობდეს თავს და თქვა ბევრი პრევენციული მექანიზმი ქონდეს თავად მანქანას ძალიან მინდა რომ აი ესეც რაღაცნაირად გავაგებინოთ ადამიანებს რას ეთამაშებიან, როცა უმატებენ სიჩქარეც, როცა მთვრალების ხდებიან საჭესთან და ასე შემდეგ. კი, პირველ რიგში მინდა ესეთი ტკივილით თქვა ესეც, რომ ჩვენი საზოგადოება მიეჩვია საგზაო შემთხვევებში დაღუპულების შემთხვევებს თვითონ აი ინფორმაციას, თითქოს ნორმალიზებულია, რომ საგზაო შემთხვევა თუ მოხდა, იქ დაიღუპებოდა ვიღაც. აი ისეთი რაღაც განსაკუთრებული ის აღარ არის ამის აღქმა, იმდენად სამწუხაროდ მიეჩვია ხალხი, რომ საგზაო შემთხვევები ხდებოდა, იქ ადამიანები უნდა იღუპებოდნენ. პირველი რაც მინდა ჩვენ მაყურებელს უთხრა არის ის, რომ არ არის ნორმალური რომ თბილისიდან გავიდა სიტყვაზე 10 ადამიანი და ბათუმში ჩავიდა 4. ხო, ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა და არ შეიძლება ამაზე შეგუება, იმიტომ რომ არ არის მობილობა ის ხარკი, რომ სიცოცხლე იხადო ადამიანებმა იმისთვის, რომ ერთი A პუნქტიდან B პუნქტამდე მივიდნენ. ხო, ეს ნორმალური მდგომარეობა არ არის და უნდა ვიცოდეთ, რომ საგზაო შემთხვევები უკვე არის ესეთი სახელმწიფოები, ესეთი ქალაქები, სადაც ნულოვან მაჩვენებელს აჩვენებენ დაღუპულების შედეგ. ანუ ჩვენც ამას უნდა მივახციოთ, ხო, ეს მიიღწევა რა თქმა უნდა ერთი მხრივ, როგორც თქვით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჯერ არის ის მომენტი, რომ მძღოლს თვითონ გავლენა აქვს საგზაო მოძრაობაზე, თულად ავტომატიზირებული სისტემებით ვერ იქნება ეს ყველაფერი მართული, რომ ადამიანის ფაქტორი მთლიანად გამოვიყვანოთ იქიდან და მართლაც მიმართავდა ვთხოვ, რომ ელემენტარულად რისკის ქვეშ აგდებენ ხო ანუ თავის არიბრალებ ამ დროს ხო რამდენი შემთხვევა არ მინდა ეხლა კიდე ჩამოთვლა არასრულწლოვნების ბავშვების და წარმოუდგენელია აქედან გამომდინარე მაინც თვლი რომ თავარი პრობლემა ჩვენი კიდე გრძელვადიან პერსპექტივაში არის განათლებაში იმიტომ რომ საგზაო მოძრაობა განვითარებული ევროპულ ქვეყნებში ისწავლება ბაღის ასაკის ბავშვებიდან სხვათა შორის ასეთი პროგრამა გვაქვს დამუშავებული მათ შორის მე ჩემ მეგობრებსაც
ქალბატონ თამარ გაგოშიძესთან, იმიტომ რომ გათვალისწინებული აქვს მთელი ფსიქოლოგიური ფაქტორები ბავშვი როგორ უნდა სწავლობდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უკვე ბაღის ასაკში. უნდა იცოდეს ავტობუსში როგორ ავიდეს, ჩამოვიდეს, გზა როგორ გადაჭრას, თუ ზებრა გადასასვლელი არ არის, როგორ მოიქცეს, ესკალატორზე, მაგალითად მეტროში რომელ მხარეს იდგეს. ეს ის დეტალები, რომელიც ბავშვის დასწავლადია, ისწავლება, ხო? ეს პროგრამებიც არსებობს და მთავარი არის ის, რომ მე სკოლა, მე ავტოსკოლებია, ამ ავტოსკოლებშიც რეფორმაა გასატარებელი, ევროდირექტივებია დასანერგი და ესეც ვიცით არაერთხელ ვიმშელი ამაზე. მთავარი არის ნება იმის, რომ ევროდირექტივები, მაგალითად, რომელიც არის საუკეთესო, ხშირად ამბობდნენ ხოლმე, რომ ევროდირექტივა რატო უნდა დავნერგო, სავალდებულო არ არის. ეს სავალდებულო შეიძლება სულ არ დაგავალდებულონ. ევროდირექტივა არის საუკეთესო გამოცდილებათა კრებული. ანუ ამაზე კარგ დოკუმენტს ვერ იშოვი. რეალურად, რა, იმიტომ იქ არის ყველანაირი კვლევა ჩადებული. ჩვენ ახლა უნდა ვხარჯოთ მილიონები, რომ იმ დასკვნამდე მივიდეთ, რა არის გასაკეთებელი, როცა ეს უკვე დახარჯულიც არის, გამოკვლეულიც არის და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების გვაწვდიან ამას და თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამიტომ თავარი ეს არის, რომ გავითვალისწინოთ საერთაშორისო რეკომენდაციები, მოწყვეტილად ჩვენ ვერაფერს ვერ მოვიფიქრებთ სხვას, ინდივიდუალურად. საერთაშორისო ახლა ორ თემაზე ვიმსჯელეთ. ორ თემაზე ვიმსჯელეთ, ორ განსხვავებულ თემაზე, ორივე თემის ბოლოს სპეციალისტებმა თქვეს ერთი და იგივე, რომ როცა არსებობს ისეთი არაჩვეულებრივი ევროდირექტივა, რომელიც მთლიანად გაზღვევს, რომ იყო ჯანმრთელი, არაერთი მithumetes ხო? აი მე არ მესმის, რატომ შეიძლება ევროდირექტივას აუარო გვერდი და გადაწყვიტო, რომ რაღაცა თქვა ახალი რაღაცა ევროდირექტივების ინტენსიური დანერგვის პერიოდში, ეს იყო 2000 ესე ვთქვათ 10 წლიდან დაწყებული, წამოვიდა 2014-15, 16-17-17-შიც წავიდა უკვე ეს მათ შორის გულათა სისტემა, მათ შორის ექსპერტების და სხვადასხვა რეფორმები 25%-ით იყო დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა 2018 წელს უკვე წინა წლებთან შედარებით. პირველივე წელს რეფორმების დაწყებიდან უკვე შედეგი იყო. და ჩვენ იმ რეფორმიდან დღემდე, აი იმ დაწყებიდან, იმ სტატისტიკიდან 2018 წლის სტატისტიკა ვეღარ გავაუმჯობესეთ, კარგი ნაწილში პირიქით უარესდება და უარესდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროდირექტივის დანერგვა რო დავიწყეთ, უნდა დავასრულოთ. რაღაც რეფორმა რო დავიწყეთ, უნდა დავასრულოთ. იმიტომ რომ შუაში გაჭედილი რეფორმები ნიშნავს იმას, რომ დარღვევების რაოდენობაც კი უარყოფითად მიდის. თან ეს არ არის ესეთი ერთ ადგილზე კი არ დგას ეს პროცესი. უარესდება, საგზაო უსაფრთხოებას ეგ თვისება აქვს, რომ თუ დროულად არ ატარებ რეფორმას, მე უარესდება და შეუქცევად იხდება ეს პროცესი. ამიტომ მე მოუწოდებ ვისაც ეხება, რომ პირველ რიგში ევროდირექტივების დანერგვაზე იზრუნო და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. გაზიარებას და პროფესიონალების მოსმენაზე თავისთავად ცხადია. ძალიან დიდი მადლობა გემშვიდობებით, თუმცა ამ თემებზე ჩვენ უსათუოდ დავბრუნდებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი საშინელ სტატისტიკას ალბათ რაღაცნაირად გავაუმჯობესებთ, რომ ადამიანებს არ ემართებოდეთ ის, რაც ემართებათ გზებზე და არ გვესმოდეს გაუთავებლად 5 ადამიანი გარდაიცვალა, 8 ადამიანი გარდაიცვალა, ეს არის ძალიან მძიმე, მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. მადლობას ვუხდით სტუმრებს გადაცემაში მონაწილეობისთვის და სანამ დაგემშვიდობებით ჩვენი რეპორტაჟი ხევსურეთიდან. სასაზღვრო პოლიცია საქართველოს საზღვრისპირა სოფლებში დასაქმების ერთადერთი შესაძლებლობაა. დღეს ბარისახოს სამმართველოზე გიყვებით, რომელიც ხევსურეთში 72 კილომეტრს იცავს. არხოტისა და შატილის მხარეში 44,000 ჰექტარ დასაცავ ფართობზე სულ 10 ოჯახი ცხოვრობს. ხევსურეთს, რომლებიც ამ ინსტიტუციის დაარსების დღიდან მესაზღვრეებად მუშაობდნენ, სამსახურიდან ერთმანეთის მიყოლებით უშვებენ. ადრე სამმართველოს 186 თანაშრომელი და 70 ადგილობრივი იყო. დღეს მათგან მხოლოდ 15-მა დარჩა. მე გემშვიდობებით და გიტოვებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ვიდეოს, რომელიც გელამ თემიშვილმა გადაიღო ხევსურეთში. ისე ვირევა ამინდი, ალბათ წვიმა დღესაც. აი ქუდიც მადავტოვო. რა ქსავინიც რა ნაწყალებია, ჯორითნა ზიდი ქვები, აი რიყის ქვები. რა ტანჯვა გაიარეს ჩვენმა წინაპრებმა. ესეთი მორკალული იყო თუ მე თუ გამობერილია. არა ეს მე უკვე დაზიანებ, კი. ინგრევა იშლება რა, ბოლოს მიედანი ცხოვრობდა. ეს ამ ციხის დამცველი კოშკი ყოფილა. სამი ხევსური, რომელიც არდოტის ბექიდან არემარეს ათვალიერებს,
სასაზღვრო პოლიციაში წლების განმავლობაში მსახურობდა. დღეს ამინდზე, ფიჭვებზე თუ ნიამორებზე სალაპარაკოდ დრო უამრავი აქვთ. სამივე მესაზღვრე სამსახურიდან დათხოვნილია. მთელი ეს გაზაფხული მარტო კელა ვიყავი, კაცი შვილი არის, არ არის. სასაზღვროში რო არის კაცი თანამშრომლობს. დასაქმებულია. აქაც საზღვაო სამსახურმა მომცამე საშუალება რა მეცხოვა. ოი მეც რომ ხელახელი შეწყობა იყო. ცხოვრებულიყავი მეცხოვრა და ბარიდან მოსული განასაწყენად ვამბობ, აი არ ერკვევა ის ბუნების მდებარეობაში და ადგილობრივმა უკვე იცის დღე, ღამე, ბუნებრივი გარემო, როგორ ჯობია დარში, ავდარში, ზამთარში, სადგავლო შეიძლება სად არ და ის უცხო რომ მოდის არა ვერ გაიტანს თავს რა. დასაქმდება, დაცხოვდება კიდევაც ადგილობრივი. მოდის მარტო სამსახური მოიხადა წავიდა. აქაური კაცი კიდე მამული აქა გაქვს. აკაჩენი გაზრდილი ხარ. ყველაფერი იცი და სიცოცხლე გაგრძელდება, მთა აღარ დაცარიელდება. ეხლა ვინც სასაზღვრო ჯარში მსახურობდით, აი რომ გადავხედოთ, ისინი რა ვართ შემორჩენილები აქ. დანარჩენი სულ ყველა წავიდა. სამსახური რო არ ყოფილიყო აქ რა მინდოდა. იგივე მეც წასული იქნებოდი კაცო ჯარში. დასაქმდება ის ადგილზე, ის იქ დაცხოვრდება, მე ადგილობრივი. მეურნეობას გაიჩენს, ოჯახ შექმნის. სამსახური ექნება, აღარ უნდა უცხოეთში წასვლა და თავის სამშობლოსთან ხარ, მაგაზე ბედნიერება რა. საქართველოს სასაზღვრო სამსახური 1992 წელს შეიქმნა და მას თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს სტატუსი მიენიჭა. 3 წელიწადში შეიქმნა მე-6 ბარისახოს სამმართველოც, რომელიც ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვარს იცავს. ბარისახოს სამმართველოში თავიდან 6 ადგილობრივი მუშაობდა. მოტოსამანევრო ჯგუფის სპეცრაზმის ოფისი თავდაპირველად კარვებში იყო. მერე და მერე უკაცრიელი ხევსურეთი გაცოცხლდა და სასაზღვრო პოლიციაში, როგორც მას დღეს ეწოდება, სულ უფრო მეტი ადგილობრივი ჩაირიცხა. მაშინ სახელმწიფო პოლიტიკაც კი ასეთი იყო. ხევსურეთში საცხოვრებლად დაბრუნება ფაქტობრივად დასაქმების პირობა იყო. მარტო სამსახური არაო მითხრას, იქ ამდაგსაც უნდა მიხედო. გოგი აი როგორც შინაური ეგრე მირჩენა. კი ბატონო, დავიწყე 2002 წელს, 2019-მდე ვიმუშავე. კარგად იცნობდნენ ალბათ თავის კუთხეს, ქვეყანას, რა უჭირდა მთას, აი ეს არის, რომ კარგად იცნობდნენ და კარგად იცოდნენ. რა გადაარჩენდა და რა დაღუპავდა, ხო? რომ არ გემუშავად სასაზღვროში? აქ რა მინდოდა? შეინახა, სასაზღვრომ შეინახა ეს კუთხე. დაცლისგან. თავის სახლიდან მოტანილი თოფებით იყო ხალხი. და ყველა არც ერთი უცხო ადამიანი იქ არ იყო საზღვარზე. იმიტომ რომ ის კაცი არა ისე უდგებოდა იმ საზღვარს, იქ ვინც იჯდა. ჩორო ადგილის კურდღელს რო ადგილის მწევარი უნდაო რა. სასაზღვრო ჯარი ჩემთვის იყო ძალიან დიდი ბედნიერება. ოჯახი, შვილები გადავარჩინე, ხელფასი მქონდა და დღესაც მიყვარს აი ეტმფრენი რო გადმოიფრენ, შეულმფრენი უпроსტორად. პირჯვარს გადავსწერ ცაზე რომ მესაზღვრეებს უნდა ძალიან მოფერება, გაფრთხილება, იმიტომ რომ ჩვენი და ჩვენი მიწაწყლის მცველები არიან. სიზმრებითაც კი ისე ვიქავარ, იქ დავდივარ მწვერვალებზე, ავდივარ, სულ აი მთელი ხეობები არ არის ადგილი რომ არ მქონდეს შემოვლილი რა. ნიკო რომ ხევსურეთში დაბრუნდა, არდოტში 12 ბავშვი იყო. ახალგაზრდა ფილოლოგმა მათთვის სკოლა პირდაპირ ღიაცის ქვეშ გახსნა. თავადაც ღიაცის ქვეშ ეძინა და 40 დღის შემდეგ საკუთარი და სასკოლო თავშესაფარი აიშენა, სადაც მერხიც და მაგიდაც თვითონ შეჭედა. 1 წელი შატილის სკოლა-ინტერნატში წასწავლა. სკოლაც რო დაიხურო და სასაზღვრო ჯარში რო არ მივიღებე კიდე 2009 წლის 27 მაისს ისევ მიმიღეს. წვეტილი მქონდა, ბავშვები მყავდა ძალიან პატარები და არ დახმარება ჭირდებოდა ოჯახს. ხო და ამან თუ არა მე უნდა წავსულიყავი ბარში, გადავსახლებულიყავი. მაგრამ სამსახური რომ მომცეს, შემორჩი წლები და
აი 24 წლის 28 ოქტომბრამდე ვიმუშავე. რა ხელახელი შეწყობა იყო ეს? 30%-იც არ იყო ალბათ შანსი რომ აქ და მაგალითად სოსო, ზურა, ეხლა რომ ნახეთ ზვიადაური, ჯოყოლიჩი ზურა. აი ძალიან ბევრი დარჩა ამ სამსახურის გამო და ამოვიდნენ ხევსურეთში და სამსახურის გამო მე რომ მოვიდნენ შეხედეს რაღაც სახლები ჩადგეს. ყოველ შემთხვევაში ამან იმოქმედა დიდი როლი ითამაშა სამსახურმა სასაზღვრომ და დარჩნენ აქ. უმეტესობა მოტრიალდა აქ რომ დასაქმე აი ზურით ზვიადაური სასაზღვროში იყო მე ამოვიდა უკვე პატარა რაღაცა ის ჩადგა ჯერ ვაგონი მე კიდე რაღაც მოამატა და ეგრე სახლი ჩადგა ხო და დაბრუნდა კაცი ახლა წავოც ოჯახიც ამოყავს თელი ზაფხული აქ ატარებენ მეურნეობაც აქ მოყავს აქონელიც რო არ ვემუშავა სასაზღვრო და ეს დასაქმებულები არ ყოფილა შეიძლება ჩვენც აი როგორც ხვებით წავსულიყავით კიდევაც არც ეგარ არის გამორიცხული და რაღაც შემოსავლის წყარო ქონდა სამსახური ქონდა რა გავჩერდით უკვე და მაგის გამო ის მეურნეობაც ქონდა და რაღაც დავმკვიდრდით უფრო მეტად მაგრამ აი ბავშვები რო წავიყვანე 10-ში 2010-ში აი შეიძლება თლიანად წავსულიყავით არ იყო გამორიცხული მაგრამ ახლა მუშაობდა ნიკო და რაღაც პატარა შემოსავლის წყარო ქონდა გავჩერდით ამის გამო და ამან ითამაშა დიდი როლი კი აქ ძალიან ბევრზე რომ დაბრუნდნენ ხევსურეთისთვის სიცოცხლის დაბრუნება მთაში სასაზღვრო პოლიციის მუშაობის ირიბი სარგებელი იყო პირდაპირ სიკეთე ამას თავად საზღვრის დაცვის საქმეში მოჰქონდა. ადგილობრივებმა კარგად იციან რელიეფი, შეგუებულები არიან კლიმატსაც, რასაც სხვა ბინოკლითაც ვერ ამჩნევს, იქაურს შეუიარაღებელი თვალითაც არ გამოეპარება, რაც გუშინ არ იყო და დღეს გაჩნდა. უმნიშვნელო ცვლილებაც კი ჰორიზონტზე. 2012 წლიდან სასაზღვრო პოლიციაში პოლიტიკად შეიცვალა და ხალხიც. წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ეგრეთ წოდებული სხვა კუთხის ხალხი ჩამოჰყავთ ბარისახოს პერიმეტრის დასაცავად. სულ უფრო ნაკლები ადგილობრივი რჩება სასაზღვრო სამსახურში. არადა ერთ დროს ქვეყნის დასაცავად საკუთარი თოფებით მოსული ხალხი წლების განმავლობაში ატრენინგეს და მაღალი კლასის პროფესიონალებად ჩამოაყალიბეს. აქაური კაცი ამ ადგილს კარგად იცნობს. დღე არის, ღამე არის, გავა, არაფერს არ გაიჭირვებს, სამთარია, სად საზვავოა, სად საქვია, სად სანიაღვრია, სად ბალახია, სად კლდია, სად სასხლეტია, რო არ დაცურდე. ყველაფერი ვიცოდით, უცხოდ რომ მოხვალ, ჩათვალე რომ არ იცი, ამიტომ ძველები იტყოდნენ, კი, ფაქტიურად შეუძლებელია. იმასაც შეიძლება ღმერთო ყველას დაუფარე და რაღაცა ვერ გასთulis ის მე და კი ხიფათში უნდა მოხდეს და ვის უნდა ხიფათი. იმიტომ რომ ის ვერ გაივლის ზოგი თვალმაშიშია, არ შეუძლია ხო? აი თვალი უშინდება იმას და აი ესე კანკალს აწყებინებს და დაღუპილია, გადავარდება. დაბრუნეკო და ვის თვალმაშიში არ არის ესევე წახით აკაურები, გაუშვის ვინც შეჩვეულია ბავშვობიდან ვეცის. აი საიდან გადახვალ ხონიში, საიდან გადავალ ხონის ჭალაში, საიდან გადავდივარ ხახაბოში, საიდან გადავდივარ ვთქვათ ანდაკში. აი ამ სამანქანო ბილიკზე და საცალფეხო ბილიკზე და სამანქანო გზაზე კი არ ვიძახე, აი მთებზე ვიძახე მე. ეს ჩვენც ვიცით. აი ეგრე გადავდივარ იმაში, გიორწმინდაში ჩავდივარ აქ და გადადიხარ შატილში ჩადიხარ. სულ ვიცით ეს მთები სად მომენტიდან სად უნდა გადავიდეთ. და აქ შემოყვანილი ვიღაცა სხვა რო შემოყავთ უცხოები. აი ხლა არდოტში რო ამოიყვან რო კითხო რომელი სოფელია შეგეკითხან ხახაბო არისო. იმიტომ რომ აქეთ არავინ არ არის გამყოფი. შემოდიან მუცოში პატრულება სადაც უღწევს იგ ტერიტორიაზე პატრულირებენ და всё ამის იქით ხახაბო არდაკი და არჭილოში პატრულირება არ ხდება არდოტში. არავინ არ იცის აქ რა ხდება საერთოდ. დღეს გელიკა გენოციდია. დღეს შატილის ერხოტის არის გენოციდი. გელა ხევსური უნდა იძგეს კარში. როგორც მდგარა წერტილი. იმისი ადგილი უნდა გამოინახოს. ჩუკას თვალები რო დასთხარო ადგილობრივ ხევსურს არა, აი იცის რომ ის რაღაცა ხელით მოშინჯავს და ეხლა იცის რომ ის გზა სარდმინისა უნდა დახვდეს მტერს.